საუკეთესოდ გავლილი წელი ინკოგნიტოში. Თავადელ საღამოს ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ ღია გაკვეთილი, რათა ჩვენ მქონდეს უფლება მივიღოთ თქვენს მიერ მოცემული შენიშვნები. ახლა კი მეოთხე კურსელებს უთმობ სიტყვას, რომელთა 4 წლიანი შრომის დასაფასებლად სერტიფიკატებს გადავცეთ. მოგესალმებით ინკოგნიტოს უკვე კურსდამთავრებული სალომე ვარამიშვილი. დღეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ჩემს შესახებ ვიამბობ. ჟურნალისტიკა. რა იყო ეს ჩემთვის? იყო გართობა, რომელმაც პატარაობის წლები მოიცვა. მაშინ სარკის წინ კალმითხაში წარმატებული ადამიანი ვიყავი, რომელსაც თვითონ ბევრი რამ გაეგებოდა ამ ცხოვრების და შეეძლო ნებისმიერ თემაზე ემშელა. გარდატეხა ჩვენ ცხოვრებაში მუდმივად ხდება ხოლმე. გება დრო, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს. ახალმა ძველი ჩაანაცვლოს, ასეც მოხდა. მოვედი აქ ინკოგნიტოში და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ჟურნალისტიკის ნამდვილ სფეროში მოღვაწეობა. თუმცა ეს ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ოცნება ყოველთვის იყო. მოვედი და გაჩნდა კალამი, რომელიც აქამდე ცარიელ ფურცლებს ნელ-ნელა ავსებდა. აბზაც გააყოლებდა მელას. სიტყვა ჩააქცევდა რეალობას და არასდროს დაიშლებოდა, რადგან ყველაფერი მომავლისთვის შემოენახა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველი ახალი ფურცელი გაგრძელება იქნებოდა ძველის და არაუბრალოდ ახალი დასაწყისი. აქ მე შემოსვლის დღიდან მომიჩინეს ბილიკი, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. ჩემი მოვალეობა კი ერთი იყო. ამერჩია ის სწორი მხარე საინტერესოებდი. ამეჭრელებინა ნაფეხურებით რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ის. როცა საშუალებას გაძლევენ უნდა გამოიყენო. წარმატება არ მოვა შენთან, შენ უნდა მიყვიდე მასთან. მე კი ყოველთვის ვცდილობდი აწმყოდავი მომემზადებინა მომავალი. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის დიდი წვლილი, რომელიც ჩემს განათლებაში შეიტანეს პედაგოგებმა, ადამიანებმა, რომლებიც იშრომეს და ახლა თქვენს წინაშე ასეთი წარსeki. მადლობა ბატონო ლუგზარ. არასდროს დამოვიწყება თქვენგან მიღებული ცოდნა და ყოველთვის გამოვიყენებ მას. არგუმენტებითაც ფასება. შეიძლება მე ყველა ის წესი გავითვალისწინო, რაც უნდა მახასიათებდეს. თუმცა სწორად დაწერილი წინადადება არასწორად წარმოთქვა, ასე რომ მადლობა ზეიკომას. ახლა მე უკვე ვიცი რაზე გავამახვილო. ის რომ რა ფასი ექნებოდა ჟურნალისტიკას. მანჩო სულ იმას გვეუბნება, თუ გინდა წარმატებული იყო, წერა შენი ცხოვრების მეგზური უნდა გახადო. მეც შევიყვარე ეს და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დამოვიწყება წარსული, როგორ აგურ-აგურ შევქმენი კიბეები და მიუმატე მოაჯირები ადამიანობის სახით, რადგან არ წავიქცე და ხელჩასაჭირი მქონდეს. მადლობა ყურადღებისთვის. ბოლოს კი გეტყვით, რომ ჩემი აწმყო მომავალს მოუთმენლატელის. მოგესალმებით ინკოგნიტოს კურსდამთავრებული ნალიტა კუჯინიძე. ისევე როგორც ჩემი მეგობრების, ჩემი ისტორიაც ინკოგნიტოსთან დაკავშირებით იწყება იმით, რომ ერთ დროს მეც სარკესთან თამაშობდი და ვერასდროს წარმომედგინა, თუ ჩემი ოცნების რეალობად ქცევას შევძლებდი და მიკროფონით ხელში კამერასთან ვიმუშავებდი. თუმცა სკოლის მერქიდან ტელევიზია ინკოგნიტოში აღმოჩნდი და ჩემი ოცნების რეალობად ქცევა დავიწყე. პირველი სიუჟეტი და პირველი გაზრვითი შეკრება ბაკურიანში. იქ გავაცნობიერე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რომელსაც მე შევეჭიდე. აქედან კი საჩხერიდან პირდაპირ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში აღმოჩნდი. პარიზი, რომი, ვატიკანის სასახლე ვნახე. პატარა იახტით ვიმოგზაურე ვენეციის ქალაქებში, ვენეციის ქუჩებში და შემდეგ 6 უბედნიერესი დღე გავატარე ესპანეთის ქალაქ ლორეტ-დე-მარში. შემდეგ წმინდა მიწა მოვილოცე, მაცხოვრის საფლავი, გოდების კედელი, ფეხით გავნეთ ის გზა, რაც უფალმა გავნო გოლგოთამდე. იქ დახვედრა ქართველმა ებრაელებმა მოგვიწყვეს, ხოლო ისრაელის რადიოში კი ქალბატონმა მერი ამშიკაშვილმა გაგვიწია მასპინძლობა. სულ ახლახანს კახეთში ვიყავი ბადიაურის საგამოსტო შეკრებაზე. იქ გავაცნობიერე ჩემი წარსული და მივხვდი თუ რამხელა ნაბიჯი გადავდგი. და ვფიქრობდი ყოველთვის, როდესაც სერტიფიკატი გადმომეცემოდა, რას ვიტყოდი სცენაზე, დადგა ეს წამიც. მინდა მადლობა გადავუხადო მანჩოს და ინკოგნიტოს, რომ ის წლები, რომლებიც მე აქ გავატარე, გაცილებით შედეგიანი, მნიშვნელოვანი და პირადი გახადა. წარმატებას უსურვებ ყველა ინკოგნიტოს. 1960 დღე არც თუ ისე პატარა დროა. 1960 დღეში რა შეუძლია ადამიანს რომ გაგდოს? იმოგზაუროს, მიიღოს გარკვეული განათლება. მაგალითად მე 1960 დღეში მოვახერხე მოსულიყავი აქამდე. ყველაფერი კი აქედან დაიწყო. სკოლა, ჩვეულებრივი დღე. ამ დროს იღება კარები, კლასის კარები და შემოდის ორი გოგონა, რომლებსაც ხელში ეჭირათ ფერადი ფურცლები. ერთ-ერთი ფურცელი მეც გამოვარდვი და იმ დღესვე დედაჩემს გადავეცი ეს ფურცელი. მან დარეკა მითითებულ ნომერზე. ყველაფერმა საკმაოდ ჩქარა ჩაიარა. მე დამიბარეს მეორე დღესვე ინკოგნიტოს ფილიალში, რომელიც მდებარეობდა ქალაქ რუსთავში და მას ერქვა ინკო. მე იქ შევისწავლე კამერასთან მუშაობა, დგომა, საუბარი. ჩემი მასწავლებლები იყვნენ კურსდამთავრებული ინკოგნიტოელები. მოგვიანებით გადმოვინაცვლე თბილისში და
მე ეს ყოველივე დავხვეწი, ასევე შევისწავლე მეტყველება, რომელიც მასწავლა ქალბატონმა ზეიკო წულუკიძემ. მასწავლა ინგლისური ბატონმა ნუგზარ უხაძემ, თოჯინების თეატრი მსახიობობა ბატონმა ბესომ ჩიტაძემ. მე მინდა მათ მადლობა მოუხადო, ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ ნინო მოჩაძე, დავიბადე 2004 წლის 24 ნოემბერს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გამხდარიყავი ჟურნალისტი. M-ში წლის ასაკში ჩემი სულით შევედი ინკოგნიტოში. ინკოგნიტოსთან ერთად უამრავ თავგადასავალი გადამხდენია. ინკოგნიტოს შესვლის დღიდან ეს სტუდია ჩემს მეორე ოჯახად აღმოჩნდა, რომელიც მიმოგზაური აქ. პირველი გასვლითი შეკრება იყო საზღვარგარეთ, კერძო თურქეთში დედასთან ერთად. მეორე გასვლითი შეკრება ბაკურიანი, მესამე ევროპა, კერძო თურქეთი, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი და ესპანეთი, მეოთხე სვანეთი, მეხუთე თურქეთი, არამია, მეექვსე კი რაჯა. ამ მოგზაურობასთან ჩემში მასშტაბის კრებები დატოვეს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ სტუდიის დამაარსებელ მანანა გაბრიჩიძეს. მე მინდა დავამატო, რომ ეს ბავშვები არიან იმერეთიდან, ანუ ჯგუფი დადიან იმერეთიდან, დადიან ურეკიდან, სწავლობენ და ეს ჯგუფი აი ლალიტა, მინცა, ესენი არიან იმერეთიდან. მოგესალმებით, მე ვარ მარია მუხიაშვილი, ტელევიზია ინკოგნიტოს მეოთხე კურსის აღზრდილი თაობის წარმომადგენელი. დღეს პირადად ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა, რადგან ჩემ თვალწინ დგას მომენტი, რომელსაც მთელი 4 წლის განმავლობაში ველოდი. შინაგანად იმდენად აფორიაქებული ვარ, რომ ეხლა ვცდილობ სიტყვებს მოუყარო თავი და გადმოგცეთ ის ყველაფერი, რასაც განვიცდი. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობით მივმართო ადამიანებს, ვისი დამსახურებითაც მე დღეს აქ ვგავარ. ყველაფრის სათავე, ადამიანი, ვისი დამსახურებითაც ტელევიზია ინკოგნიტო ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა. სტუდიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა გაბრიჩიძე, ანუ უსაყვარლესი მანჩო. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როდესაც შემოავალ ჩემი კლასის კარები და ბავშვებს დაგვირიგა მისაღები ბარათები. ყველაფერი უკეთესობისაკენ აი სწორედ მაგ დღეს წავიდა. მეყოლების პედაგოგი ქალბატონი ზეინაბ წულუკიძე. ქალბატონო ზეიკო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ შეგხვდით, რადგან არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირის აპარატის მუშაობა, თუმცა დაუღალავი შრომის გათვალისწინებით შედეგი აშკარად სახეზეა. ბატონი ნუგზარ უხაძე, ჟურნალისტიკის ხელოვნების პედაგოგი. ბატონო ნუგზარ, თქვენ დასახასიათებლად სიტყვები უბრალოდ არ მყოფნის. თქვენგან ვისწავლე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ, აი ისეთი რაღაცები, რომელიც არა მარტო ჟურნალისტიკის სფეროში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც რომ გამომადგება. მე სამსახიობო ოსტატობა, ბატონი ბესო ჩიტაძე. ნომერი პირველი ლექცია, რომელიც არასოდეს მომბეზრდება. ნომერი მეორე. ეს არის ლექცია, რომელზეც არასოდეს მოიწყენ. და ბოლოს ნომერი მესამე. ლექცია, რომელიც განტვირთვისთვის არაჩვეულებრივი საშუალება აქვს. ყველა პედაგოგს გიხდით უდიდეს მადლობას ჩემი ჩამოყალიბებისათვის. ახლა კი მოდით მე ბევრს აღარ ვისაუბრებ და სცენას დავუთმებ სალომე ვაშაკიძეს, რომელიც დაეხმარება ბატონ ნუგზარს, რომ გადმოგცეს სერტიფიკატები მეოთხე კურსელებს. იმდენად შეულებრივი და ბანალური რაღაცები გვესმის, რომ მიჩვეული ვარ და ახლა გავყურდით, იცი? მახვილის მიმართ. მაგრამ ერთი რაღაც მინდა გითხრათ. რა ხდება დღეს აი ამ აუდიტორიაში? დღეს აქ რაღაც 100-მდე ადამიანი. 100-120 ადამიანი. ძალიან პატარა ნაწილია საქართველოს. გემთარებით რა. მიაქციეთ ყურადღება იმას, რასაც გეტყვით ახლა. ემჩვენიერ დღეს საქართველოს მართვა სწორად და ულტიმატურად. რომელიღაც თაობამ ხომ უნდა იკისოს. ვა შეიძლება ახლა სულ უყუროთ იმას, რასაც ხედავთ. მოვა რომელიღაც თაობა, რომელიც მიხვდება რა არის სწორი. მე ვფიქრობ მანჩოსთან ერთად. ჩვენ ვსრდით თაობას, რომელიც მიხვდება რა არის სწორი საქართველოსთვის. ჩემო კავშირი, რამდენი ჩაულია რა საქართველოს ისტორია ყოველგვარ მიცით რა. 1000 წლეულებს ითვლის. რა არ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში. რა არ დაგვიკარგია, რა არ გვიფუნია. დღესაც აქვს მე რაღაც დაკარგული.
მაგრამ თავი რა აღმოჩნდა იცი? როგორ გადავჭით? როგორ შევინახოთ თავი? ოღონდ ისე, რომ ადამიანური წესები არ დავუყურებთ. აი როგორ მივაგნოთ ამას ხალხო? ჩვენ ამას მანჩუსთან ერთად ვასწავლით ბავშვებს. როგორ გადავჭით ისე, რომ არ დავარღვიოთ წესი. ხალხო, საქართველოში თაობები მოდიან და მოდიან. აი რომელი თქვენგანი მეტყვის ვარს ეხლა, რომ რასაც თქვენ ხედავთ ტელეეკრანზე. აი რასაც თქვენ ხედავთ. რასაც პოლიტიკოსები ამბობენ და ეკონომისტები. იმდენად შეულებრივია. აი არავინ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. აი ეს არის თაობა, რომელიც თავს არ მოიტყუებს. ეს არის თაობა, რომელიც მიხვდება რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს თავი შეინახოს. ჩემო კარგებო, უღრმესი მადლობა იმიტომ რომ მოხვედით, იმიტომ რომ არ ხართ გულგრილი იმის მიმართ, თუ რა ხდება ეკონომიკაში. არ ხართ გულგრილი იმის მიმართ, რა ხდება ამ გოგოს, ამ ბიჭის, ამ გოგოს თავში და გულში. არ შეიძლება ეს ამათ მიმართ გულგრილი იყო, რომ ამათ მიმართ თუ იქნები გულგრილი და იქნები წუნკალი საქართველოს მიმართ. ნუ იზამთ ამას. ჩვენ გვჭირდება თაობა, რომელიც ამ მიწას, ამ წიაღისეულს, ამ ზესას, ამ ვარსკვლავს და ამ ხალხს, ჩვენ ხალხს მოუვლის და წარმოაჩენს სწორად და ვამთავრებ. თქვენ არ გეგონოთ ტყუილი არავის, რომ ესები განსაკუთრებულია თავისი თვისებებით და ეს არ არის ვიღაც სულელის ნათქვამი. ეს არის დაკვირვებული კაცის ნათქვამი. ეს ერი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. აი ამ ბავშვებშია განსახიერებული ეს განსაკუთრებული ყურადღება. თუ ეხლა დამაჯილდოებიათ ვინმეს, იქნები უბედნიერების კაცი. ტელესტუდია ინკოგნიტოს ახლა უკვე მეორე კურსელი სალომე ვაშაკიძე. მოგხსენება ტელესტუდია ინკოგნიტო 4 წლიანი. მეოთხე კურსის დამთავრების შემდეგ კი ჩვენი კურსდამთავრებულები აკეთებენ საკურსო ფილმების გადაღებას, სადაც მათი ამდენ წლიანი შემოფასდება. წელს კი უკვე 5 კურსდამთავრებული ყავს. თუმცა სანამ გადავცემ სერტიფიკატებს, უნდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ წელს ტელესტუდია ინკოგნიტო გახდა ინტერნეტ ტელევიზია და ახლა უკვე ჩვენი ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ ინკოგნიტო მომავლის ტელევიზიის. ალბათ იცით, რომ ჩვენ გავდიოდით სხვადასხვა არხებზე, მაგალითად როგორც TV სამი, იმერვიზია, კავკასია, პირველი არხი და სხვა, რასაც საკმაოდ დიდი ფინანსებით იღებდა. ის საშუალება ჩვენ არ გვქონდა და ვამჯობინეთ ჩვენი საკუთარი ბიუჯეტით აგვახარჯოთ ჩვენს წინსვლაზე და პროფესიონალიზმზე. ახლა კი მინდა ბატონო გზავრთხოვა, რომ გადაცეთ ჩვენ ანი დათუაშვილი. მარიამ მუხიაშვილი. მარიამ. მიიღე და ისიამოვნე. სალომე ვარამიშვილი. სალომე რამაგარი ყავი გამოსწავლე განაცხადა. ოჩა, დაიჭი. აბა შენიცი. სალომე, უბრალო რამე არ გეგონე. გიორგი მუშკუდიანი. იო. აცი ხარ. დაიჭი. შემიგდები ამ საქმეს. საწერია ლალითა კვიჟინაძე. ლალითა. დაიჭი. მარია მასანიძე. Bravo!
დავამთავრე ჩემ. დიახ, დავამთავრეთ მინი მოცარტის არის აღრაგერული დიახ და მომეცდა ბოლოს დასვენის ვიტყვი ერთ ზემორი. დიახ, მოდით თქვენ დაიწყეთ დასკვნითის წვლილი ჩვენ მანამდე ხალხო, ეხლა რა მოხდა ვითომ გადავეცი სერტიფიკატი. ბავშვმა დაამთავრეს სკოლა, რაღაც კაღალზე წერია და მივეცი. ეგრე არ არის. ეგ ცოტა სხვანაირად არის საქმე რა. აქ რა იწყება, იცი? აი გითხრა რა პირდაპირ არ მინდა ეგ. ვიღაც ხვალ გამოვა ეკრანზე რუსთავის, იმედის, იმის, ამის, პირველი არხის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაც გამოგეცხადება ეკრანზე და იქიდან გელაპარაკება. საქმე რაში, ეს შეხა მსმენელი და ის არის მთქმელი. და იმას აქვს უპირატესობა. რატო თუ იცი? გავლენის უფლება იმას აქვს. აი ამ ბავშვებს, აი ამ პატარა ქაღალდებით ენიჭებათ თქვენზე გავლენის უფლება. გესმით რა ხდება ხალხო? და ეს გავლენა რო ავიიყოს, რა შედის ადმეტიხარ. ანუ ეს გავლენა უნდა იყოს კარგი და კეთილი. ანუ ისეთი, რომელიც იწვევს პროგრესს. აი ეს სერტიფიკატები ამას ნიშნავს. გაიგეთ? ნინო გენაცვალე შენ. კომისიას მოუძებნით ეხლა და აუცილებლად მოგაწოდოთ. კოსმოლოგიძეს რომელმაც მასწავლა მეცვალება და გამომასწავლებლია. ადამიანს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განათლებაში და რომელიც მე ძალიან მიყვარს, რომელიც უკვე არის ჩემი ნათესავი კიდევაც, მანჩო მანანა გაბიძის. მანჩო რატომ აღმოჩნდი ნათესავი? ანუ ჩვენ გადაწყდა რომ ალბათ იცით რომ ძალიან ბევრს მოგზაურობთ და ერთ-ერთი მოგზაურობა ესეთი ისრაელიდან მოგვივიდა მოწვევა, თავაზე მერიამში კაშოს ეწვია ძალიან ბევრ საინტერესო პიროვნებას კულტურის სამინისტროდან ისრაელში და ყველაფერი მზად არის, საბუთები მზად არის, მაგრამ გიორგის წასვლის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ არ არის მონათლული. და ისე რომ შაბათს მიფრინოთ და კი პარასკევს აბა სწრაფად უნდა მოუნათლოთ და ასე რომ აღმოჩნდი გიოს ნათლული. მოსწავლე შვილები და არავით ძალიან ბედნიერი 25 ნათლული ყავს დაახლოებით მოსწავლეები და მოსწავლე შვილები ძალიან ბედნიერი ვარ და სხვადასხვა ესეც მინდა აღვნიშნო ალბათ ნახეთ გუშტებს აწერია მე შენ მიყვარხარ ღონისძიებას დავარქით საერთოდ მე შენ მიყვარხარ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ დღეს საქართველოს ყველაზე ბევრად და ყველაზე მეტად რაც ჭირდება ეს არის სიყვარული და მოდი გავცეთ ეს უხვად და ვიქნებით უბედნიერესი ადამიანები მე ესე მგონია და მე ყველანი მიყვარხართ მართლა მინდა რომ სიყვარული იყოს ძალიან აი ვიმოთ მინო მოცრაძის და აღარ შეგეწყვეტ ჯამილი ჩამოყადე ხო ამოდი კიდე ამოე სამი დაიჭირე ოჩა გააქვს ამბიცია გახდე ჟურნალისტი. ისწავლო კამერასთან მუშაობა. ჩვენ დაგეხმარებით გახდე პროფესიონალი. დარეკეთ ეხლავე ეკრანზე მითითებულ ნომერზე ან ეწვიეთ საიტ incognito.tv/g